მაყურაშვილს რომ ურეკავდით არ მოსთხოვეთ რომ ან ტრანსპორტი მომაშვი. ზუსტად მაგას ვთხოვდი რომ მომხმარებოდე როგორმე შვიდში. კი, შვიდში ვთხოვდი. და რა გითხრათ? ვერ შემოდიოდნენ ფაქტიურად რა. არავინ არც ერთი მანქანა არ შემოსულა, არც ერთი. თვითონ მამუკა ყურაშვილი იყო 6-7-ში შემოსული ავნებში პირადად. 6-7-ში არ მინახე, შეიძლება 8-ში შემოვიდა, ან 7-ში ღამეში მოვიდა, არ ვიცი. მე არ მინახე, 7-ში მთელი დღის განმავლობაში. და გითხრათ რომ ვერ დაგეხმარებიო. არა, ვერ მეხმარებოდნენ. კარგი. თქვენ რომელ რიცხვამდე იყავით და როდის დატოვეთ იქ? 10-ში დავტოვე, 10-ში ღამე. ანუ 10-მდე თქვენ იქ ხართ მთელი ამ მოქმედებების დროს. დიახ. და როგორ გამოხვედით? ფეხით გამოვედი. აი ესე წამოვედი ნიქოზის მიმართულებით, მაგრამ ნიქოზი და თქვენთან ერთად რა ვინ იყო კიდე? ნიქოზი იყო, რამდენიმე გელაჯავახიშვილი, რამდენიმე მამაკაცი იყო ჩემთან ერთად. და ფეხით წამოვედით და აი ესეთი არხებია რა, სარწყავი არხები, მაშინ დამშრალი იყო, წყალი არ მოადირებოდა და მოვდიოდით ძირითადად არხში. იმიტომ რომ შეიძლება საფრენ აპარატებს შევემჩნიეთ, იმიტომ რომ რუსული თვითფრინავები დაფრინავდა. და არხებთან მოვდიოდით და როცა ამ ხმას გავიგონებდით, ვიმალებოდით არხებში რა, ესე ჩამოვახწე სოფელ ელქცეული არის, გორის რაიონი. აი ღამე იყო და артиллерия იდგა. მცირე артиллериას ეძახიან 12 კილომეტრზე არის ზომის ამ артиллерიის, მცირე артиллерия. ჩვენი артиллерия იყო იქ, 100 მეთაური იყო შუბითიძე, როგორც მახსოვს. და დაიძახეს რომ დამიძახეს დეკო ღამე იყო და მე უთხარი რომ გონერი ვარ მეთქი და მე იმ 100 მეთაურმა უთხარი რომ გამგებელიაო და რა ვიცი აი ესე მივედი რა რამდენი იარაღი მე კიდე რამდენიმე რაც გზაში ავკრიფე მიტოვებული იარაღი ქვეყანა იარაღი ეყარა დაახლოებით 6 ავტომატი მომქონდა მივედი რაც მოითხოვე პირველი წყალი და მალე ენით